რევეთ 400 უკვე მალე აიღებს სტარტს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით. უნდა წავიდეთ გოდერძის უღელტეხილით და ჩავიდეთ ბათუმში. ნახოთ როგორ წარიმართება დღევანდელი დღე. იმედი მაქვს საინტერესოდ. ნაწილეები იკრიბებიან ნელ-ნელა და შევხედავთ ახალი ველოთი ვარ. პირველად უნდა ავტესტო ეს შორმანძილზე და ნახოთ როგორ ივაშკაცებს. აემატნენ მონაწილეები კიდევ და კიდევ მოდის ხალხი იკრიბებით. ბატონო სანდრო როგორი განწყობებს განდებით? ძალიან კარგად, გადასარევად ვარ. სამუშაოებს ვატარებ და 20 კაცი გავხდეთ. ავიღეთ სტარტი, წავედით ბათუმში ყველა წარმატებები ძალზე. მანიან არ გამოვდივარ და ყველა აქ წავიდა. ესეც ქალაქიდან გასასვლელი მაგარი სათობი იყო ქალაქში, მაგრამ გამოვედი ფერლელა რა. უკვე ძეგლში ვარ ჩამოსვლი. ხარა წავიდა ზოგი ნელა, ზოგი საშუალოდ. უხილდებით ტემპს და მივდივართ ბათუმისკენ. დაახლოებით 35 კილომეტრი დავამთავრეთ. ენერგიები მივიღოთ ხა? ალბათ ზოგზა. უკვე მალე კასპის ჩეკპოინტთან მივალთ. 1-6 კილომეტრი დამჭა და ეგეც ეგრე. ლაკი დაშვებით ტბები. პირველ ჩეკპოინტს მოვუახლოვდით კასპისთან. აქ არიან ბიჭები, მის ჩამოვიდნენ უკვე და ავიღეთ ახლა ჩეკპოინტს და გავაგზავნეთ იარლუნს. კასპის ჩეკპოინტი ავიღეთ, ახლა წავედით ყინწვისში. 45 კილომეტრი, 47 კილომეტრი გავიარეთ. უკვე. აუმარლოს. ოვარი ყვინება. აუმარლოს. ესეთი ლამაზი მზის შემოსვლა არის გორთან. არ ვიცი, რამდენად კარგად ჩასადა კაცს, მაგრამ ულამაზესი. ესეც გორი. მაგარი ქარია, ისევ და ისევ არც მება ქარი, მაგრამ რას ვიზობ. და ვიაროთ ყველა ვარიანტი. ამასობაში 9 საკლია 15. ესე იგი ყინწვისის ჩეკპოინტზეც მოვედით. იგი აგი საჭმელები დაახლა. ჩევარი დავასკანერეთ და 1-10 წუთი ვისვენებ და მერე დავგაზავ ახალციხისკენ უკვე. ესე იგი ახალ დაბაში ჩამოვედით. ჩემი უკან მოუყვებია. კაი ტემპი გვიჭირავს და ვიდივართ ბორჯომისკენ. ესე იგი ბორჯომშიც ჩამოვედით. წუთშესვენება ბიჭებთან ერთად ველოსიპედებს ვასვენებთ დაიღარნენ ცოტა და მკვიცებს საბალახოდ გავუშვით. გავდივართ ბორჯომიდან. ღამის 3:30-ია და დავიძარეთ ახალციხის. ეს ინსტა 5-ია ხო? ხო. ესე იგი, სად ვართ? ახალციხეში ჩამოვით. კი ბატონო, ახალციხეში. 11 საათში, ეხლა ვისვენებ ჩვენი დროით არის 0:4 და 49 წუთს შესვენება და მე დაკა ბათუმისკენ. დიახ. ესე იგი ახალციხის ჩეკპოინტი ავიღეთ სმარტთან. ხა მივირთმევთ ახალციხებს და ეს ავალთ გავაგზავნებთ გზას. ეხა 50 კილომეტრიანი უღელტეხილი დაგვშა გოდერძის სასასვლელი და იქიდან მე დავიწყეთ ბათუმში დაშვებას.
დავიძარით ახალციხიდან შევუდგებით ცოტა ხანში გოდერძისკენ ასვლას და ამასობაში დაგვათენდა ეს ისწრალია. ბათუმის ეს ნახევარი. ან გადაუხოთ 150 კილომეტრიღა დაგვრჩა ეს ნახევარი. ბათუმამდე და ხებთ ასვლას გოდერძიზე აი უკვე გამოჩნდა აღმართების სერპანტინები და მედი გვაქვს რომ დავძლებთ კარგად. ძალიან დაღლები ვართ მაინც. მოვდივართ გოდერძის უღელტეხილზე. სერიოზული აღმართები არის და ნელ-ნელა შეუბერავთ რა. და ასანა მერე ჩავალთ ბათუმში. უირა მისვლია წინ. დავიბრუნე. ხანდახან საკუთართას ვეკითხები ხოლმე რა რატო ვაკეთებ ამას 400 კილომეტრს რატო გავდივარ ველოსიპედით. იმიტომ რომ დიდ შეემონებას მანიჭებს და შენ თავს უმტკიცებ რომ შეგიძლია რა. იმას უმტკიცებ რომ საკუთარ თავზე ძლიერი ხარ და მენტალური ძალა ერთიორად გეძდება მერე შემდგომ ამ ყველაფრის მერე. რაც მერე შემდგომ რაღაცეებში ალბათ გამოგადგება ცხოვრებაში. არ ვიცი, ალბათ. ისლია გოდერძის უღელტეხილზე ძალიან ცოტა გადამჩა 700 მეტრი და ავალ. და ესეთი ნისლი გვაქვს. არაფერი არა ჩანს. უნდა ვიფრთხილოთ, იმიტომ რომ მიშამ მითხრა რომ რაღაც ადგილებში გაფუჭებული გზა არისო და თქილად ჩამოდიო ულოსკენო და მოვდივარ და ნელ-ნელა ძალიან რამაზია. ძალიან რამაზია აქაურობა. ესაც ხოლო ახლა წავა ხოლო ჩეკპოინტს ავიღებ და მე დაუბერავ ბათუმისკენ. შეო ხოლო ჩეკპოინტს აღებულია დავაზეკეთ ახლა ბათუმში. ხოლო 10 კილომეტრი გადაარჩა და 1 საათი მაქვს რომ ჩავეტიო 24 საათიან ოასებ რომ Baba. Agora agora. Pegar lá para o céu. Esse chama o debate chega. Grande sovenia. ესეც მეორე 400-იანი. დავაფინიშეთ. ამწყობა ამაღლებული, უმაგრესი, ეხა წავალ. მე ვიცი, რასაც ვიზაო.